პრინციპი არის შემდეგი. პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი, ხო? ანუ პირდაპირ მარტივად რო ვთქვათ, პირდაპირ ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის იგივე ახალი, ხო, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია, ასეთები არიან და მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად. ქართული პოლიტიკური სპექტრი ისედაც არ არის, ხომ, თქვათ, განებივრებული ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალით. მაშინ ვიღარ რჩება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში? ეს არის ერთადერთი გზა ქართული პოლიტიკური სპექტრის განებივრებისკენ. რატომ? იმიტომ რომ დღეს ხედავთ, რომ არის ჩაგედილი სივრცე. არის ერთხარეს ქართული ოცნება და მეორე მხარეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა, ხო? როდესაც ასეთი ორპოლუსიანი სისტემაა ჩამოყალიბებული, არც ერთ მესამე ძალას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად რესურსი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ახალი პოლიტიკური კლასი უნდა წამოვიდეს ამ ქვეყანაში, ახალმა სახეებმა უნდა მართონ პროცესები და არა იმ ადამიანებმა, ვინც 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკაში არის, ხო? ეს ჩაგედილი წრეა ჩამოყალიბებული ხელოვნურად. და ასეთ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად თავსმოხვეული ორპოლუსიანი სისტემა, არც ერთ ძალას რეალურ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმის საშუალება, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში. როგორც კი ეს ჩაგედილი წრე გაირღვევა, ხო, მართლა ეშმაკისეული წრე გაირღვევა, მაშინვე გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური სუბიექტები. როგორ ლიდერი შეიძლება არ დაიბადოს ერთი წლის განმავლობაში, ბურჭუარი ლიდერი ერთი წლის ბოლოს? და ესე იგი ხო ყველაფერი არასწორად კეთდება, იმიტომ რომ პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე, რომ ლიდერებს არ ბადებდეს. აქ რო იყოს მეორე მხარეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 50-90% ვეღარ ავიღოთ, იმიტომ რომ რეალური კონკურენცია გაჩნდება. ამიტომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის, ეს არის ობიექტური ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა. პროცესი წარმოიდგინე, ამდენი პატიმარი ყავს, ამდენი რაღაცნაირად ირგვლივ, ამდენი სწორი, კარგი ადამიანი, განათლებულების, აი არ ვიცი, არაფერი არ აკლია ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, პროტესტში მყოფ ადამიანებს. ერთი ლიდერი, ორი, ანუ პროცესმა ვერ შექმნა. ეს რას ნიშნავს? ძალიან არაჯანსაღი გარემოა. ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულ წევრებსაც აქვთ დაარსებული პოლიტიკური ძალები დღეს, ხომ, მათაც ემუქრებათ აკრძალვა. მაგალითად, კოალიციად ცვლილებებისთვის ლიდერები, წევრები არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, ფედერალისტებში არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი. აი, აქედან გამომდინარე გეკითხებით, მათაც ემუქრებათ, ესეც იქნება ერთ-ერთი. ჩვენი ლოგიკით აქეთკენ მივდივართ. მაგალითად, ავიღოთ ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, მაგრამ და შესაბამისად ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი. მაგრამ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის ნაცმოძრაობის განუყოფელი ნაწილი. ამ პოლიტიკური პარტიის, ამ პოლიტიკური ძალის განუყოფელი ნაწილია, ხო? არ შეიძლება ჩვენ რაღაცა ფორმალობის გამო ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში. ის არის დაკავშირებული, ის იყო მაღალჩინოსანი. აი დაკავშირებული, რომელიც იზიარებდეს ნაციონალური მოძრაობის ხედვას. ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა პარტიასთან დაკავშირებული პირები და ამაზე გადაწყვეტილებას იღებს უკვე საგონისო სასამართლო. ეს პარტიები რისთვის არის შექმნილი? ახლა მოდი ჩამოგიწერ და მითხარი ერთი 5-6 პარტიას აეხლავე ჩამოგიწერ ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილ პარტიებს რა იდეოლოგიური სხვაობები აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან? ზერო. ხო და ნაცემთ ნახდად გამოცხადებული აქვს რომ იმას ქოცების არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ქოცები ამბობენ რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ მიგაღებინებთ. ყველა ვინც ამბობს რომ ქოცების არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, მე მგონი იმათ უგზალავენ. ანუ ესენი არც აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას მიიღას და ესენი უგზალავენ. ანუ არ ვიცი, ჩემგო არაპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. არა, მე ზოგადად სერიოზულად რო თქვა, ძალიან საშიში პრეცედენტია ჩვენ ამ შემთხვევაში ვეთანხმებით ქალბატონ ირმას. მანამდეც ვთქვით, რამდენიმე კომენტარი იყო კიდეც გასული, მეგონი ტელევიზიაში, რომ მე მგონი ნაცებზე უარი ქართველმა ხალხმა უნდა თქვას და არა ვთქვათ ქოცებმა, იმიტომ რომ ის ძალაუფლება, რომელიც ქოცებს აძლევს ნაცების გაუქმების შესაძლებლობას და არასოდეს ისე უკვალოდ არ ჩაივლის, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ადამიანთა დიდი ნაწილი იქნება რაღაცა რევანშის მოყვარული, ანუ ფიზიკურად საზოგადოებაში დარჩება ისეთი ნაწილი, რომელსაც რაღაც აუკრძალე. თან იცი როგორ არის, რომ იქ ხო რამდენი საკრებულოს დეპუტატია, რამდენი ვიღაცა არის, რამდენი ვაფშე ქოცებშია გადასული.
გასული. ფართო გაგებით, რა ვიცი, ბიზნესი რატო არ მოყვება ამ რეგულების ქვეშ, ანუ რავი 2000 მიშასა დანაშაულებს აბრალებენ, ეგრე ყველა ჩადენილი ქონდა 2007 წლის ნოემბრის მერე, როცა ბიზნესი აფინანსებდა. მეორე დრო აირჩიეს. ანუ მიშას კი მე ომის დაწყება რაღაცა შეიძლება ედავებოდა, მაგრამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაც გააფუჭა მიშამ, ამ დროს ყველაფერი გაფუჭებული აქვს. შესაბამისად რეჟიმთან თანამშრომლობა ასეთ რეჟიმთან რაღაცასთან როგორ უნდა გამიჯნო იქ მე არ მესმის უბრალოდ ფიზიკურად ხალხი რომელიც დღეს კოცებში არიან და ისა რა ქვია ნაცების დროს ნაცებში იყვნენ უბრალოდ ზოგმა დაალაგა კოცებთან და ზოგმა არ დაალაგა რაღაცნაირად პლუს სასამართლო ჩვენი მოსამართლეები და მათი მფარველები და ასე შემდეგ და არ ვიცი ძალიან უცნაური ამბავი არის და მე ვფიქრობ რომ საერთოდ კარგს არაფერს არ მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას პირიქით ესეც პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია ნაცვლად იმისა რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი კი ბატონო გეთანხმები თან ეს ხალხი არ გაქრება ამ ქვეყანაში იქ იარსებებს სულ და როცა ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება რო შეიცვლება ნებისმიერთან მივლენ და იტყვიან რომ რამოჩუგიგზალა პოლიტიკის საქმიანობას